სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არ ზღმით. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ, როდის ზალა და მადლი გვარავდეთ და შეგწეოდეთ. დღეს როგორც მოგესალმებათ, არის ყველიერის კვირა, შენდობის კვირა, ადამის სამოთხი და განდევნის გახსენების დღე. ასევე დღეს არის ჩვენი ღირსი მამის გაბრიელ ბერის აღმოყვანების დღე. მისი დღეა, მისი დღესასწაულისა. შეგწეოდეთ და დალოცვილი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა. სანამ სახარებაზე ვიტყოდე, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ შენდობის დღეა და მინდა შენდობა გთხოვოთ ყველას. შენდობა მოგცეთ მოგცეთ. შეუძლებელია ჩვენი ურთიერთობის მანძილზე ისე გქონდეს ურთიერთობა, რომ ყველაფერი მოგწოდეთ ჩემი. ეს არის გამორიცხული. ვიცი ეს და თქვენც იცით. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, როცა რამე არ მოგწონთ ჩემი. მე ვარ მართალი, არასწორად გებულობ თუ სწორად გებულობ. მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ თავარის კი არ არის ჩემთვის, რომ მე ვარ მართალი თუ არა. თავარისაა, რომ თითოეულ თქვენთაგანს ჩემს მიმართ არ გქონდეს რამე უარყოფითი განწყობა. რაი მაგალითად ჩვენი მამაო რაღაც ცუდად ამბობს, ცუდად იქცევა და ასე შემდეგ. ამიტომ გთხოვთ შენდობას. არ აქვს მნიშვნელობა. მეშლება თუ არ მეშლება. შეიძლება თქვენ გებულობთ არასწორად და თქვენ ცდებით. შეიძლება მართალი ხართ. ორივე ვარიანტი ხო შეიძლება. მნიშვნელობა არ აქვს. ორივე შემთხვევაში გთხოვთ შენდობას. თავარია თქვენში არ დარჩეთ ჩემს მიმართ რამე სახის ვთქვათ უარყოფით დამოკიდებულება. რო გითხრათ რომ არ ვცდილობ რაღაც ხარვეზები, რომელიც ჩემს სულიერ მდგომარეობის გამო, სულიერი ახლა გიჟი კი არა ვარ, მაგრამ ცოდვებთან მიმართებაში, რომ არ ვცდილობ, არ არის სიმართლე, ვცდილობ რაღაცები შევცვალო, მაგრამ რო გითხრათ რომ რაც წლები გადის, უფრო და უფრო კარგად გამომდის და ტყუილი ეტყობა ახალგაზრდობასა და წლებს მნიშვნელობა აქვს. მოკლედ რო ვთქვათ რა, აი, როგორც ერთი ოჯახი, რაცა ვარ, ესა ვარ. აი, ეგ არის და ეგ. ვცდილობ, ზიმეცოდვა არ ჩავედინო, პატარები მაქვს და იმის იმედი მაქვს, რომ ჩემი მრევლი ამის შენდობას მომცემს და არ განმიკითხავს, ყოველ შემთხვევაში არ დამიპირისპირდება და დანარჩენი უკვე ერთმანეთის სიყვარულით და ერთმანეთის შეხიდებით ავალთ ჩვენს გოლგოთაზე. ისევე როგორც მაღალმა ღმერთმა რატო დაუშვა ქრისტემ, რომ ჯვარი რო ვერ აიტანა გოლგოთაზე. დედამიწას აწევდა კაცო ერთი ნება უნდოდა. იქ არ ეუნება წინა საღამოს, ხუთშაბათ საღამოს, როცა შეიპყრეს. პეტრე როცა ხმალი ეშიშვრა და აქვია ყური მოათალა მალქოს ჯარისკაცს. მე რომ მინდოდესო, ნახე, რას ამბობს. ხო ამბობს, მე რომ მინდოდესო, აქ ყველაფერი ნება საჭირო მისი. ხოლო ნება იყო საჭირო და როცა ჯვარი მიქონდა გოლგოთაზე, ნება რო გამოეხატა მას ეს ჯვარი ხო აფრინდებოდა თავისით გოლგოთაზე. მაგრამ არა, მოგცა ამის მაგალითი, რომ არ შეგვიძლია ცალკე ჩვენ დამოუკიდებლად ჯვარი ავიტანოთ ჩვენ გოლგოთაზე. ამის რისი თქვა მინდა, მე არ შემიძლია თქვენს გარეშე ჩემი ჯვარის ატანა. და სწორედ ამ შეხიდებაში მაქვს თქვენი იმედი, რომ თქვენ როგორც ჩემი აი ამ ეკლესიის ერთი ოჯახის წევრები დამეხმარებით ჩემი ჯვრის ატანაში და მე ჩემი ხრით ვეცდები რომ თქვენი ჯვრის ატანაში დაგეხმაროთ, ჩემი წილი მონაწილეობა მივიღო. დალოცვილი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა და მადლობა შენდობის მოსმენისთვის. დავლოცოთ